შიდა თუ გარე პოლიტიკური ბატალიების ფონზე ხშირად მნიშვნელოვანი რამ გვავიწყდება და გვავიწყდება ის რაც საქართველოს სხვა კუთხით წარმოაჩენს ის რაც ჩვენს იდენტობას ისტორიას აძლიერებს ბევრმა იცის მაგრამ ბევრმა არ იცის რომ ზეზვას და მზიას შემდეგ სოფელი ოროზმანი მსოფლიო აღმოჩენების რუკაზე მნიშვნელოვანი წერტილია დიდი წერტილი ევრაზიის კონტინენტზე პრეისტორიული ადამიანის უძველესი დასახლება სწორედ ეს ადგილია ქართველი არქეოლოგების უნიკალურმა აღმოჩენამ 1,800,000 წლის წინანდელი ყბის ძვალმა, რომელიც ადამიანის ადრეულ სახეობას ეკუთვნის, შესაძლოა კაცობრიობის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოს. გიორგი ბიძინაშვილი არის ჩვენი სტუმარი, არქეოლოგი, ის ადამიანი, რომელთანაც ამავე სტუდიაში გვისაუბრია თუ არ ვწდები 2 წლის წინ, მაშინ ძალიან მწუხდით იმაზე, რომ არათუ ხელშეწყობა ელემენტარულად არქეოლოგიური სამუშაოს ექსპედიციის წარმოების უფლებას არ იძლეოდა მაშინ კულტურის სამინისტრო. ამიტომ ეს ამბები რომ გავიგე და გაიგო მთელმა მსოფლიომ ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს. ყოველდღე ყველაზე მსხვილი საინფორმაციო სააგენტოები აჩვენებენ ამას მთელ მსოფლიოს და საქართველოს ფიგურირებს ამ თვალსაზრისით კიდევ ერთხელ ინიშნავს თავის ადგილს. რანაირად მოხდა ეს 2 წლის წინ საერთოდ უფლებას არ გაძლევდნენ. როგორ მიაღწიეთ ამ უფლებას? საერთოდ ეს უფლება რომ მოსაპოვებელი ეს ხო ცალკე უკუღმართობა არის ამ ქვეყნის. მოგვიყევით და თავად აი ამ აღმოჩენის მნიშვნელობას. უფლებას რაც შეეხება ჩვენ სულ წერდით წერილებს კულტურის სამინისტროში და ვახსენებდით რომ ძეგლი იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში ზიანდებოდა უმუშევი იმის გამო რომ არ მუშაობდით ეროზია ბუნებრივი პირობების გამო ქარისა და წვიმის გამო ძეგლი ზიანდებოდა შესაბამისად უკვე 2024 წლის ეს იყო წულუკიანის მინისტრობის დროს დიახ, ასე მახსოვს, დიახ. 24 წლის ნოემბერში უკვე სამინისტრო ფიქრობ სწორად გაანალიზა მდგომარეობა ძეგლის და მოკლედ მივიღეთ ჩვენ არქეოლოგიური გათხრების ნებართვა და როგორც კი მივიღეთ ნებართვა 15 დეკემბერს -10 გრადუსი იყო შევიკრიბეთ გუნდი, წარმოიდგინეთ თოვლი მოდიოდა, ეხლა 1200 მეტრია და წავედით და პირველი რაც გავაკეთეთ, გადავხადეთ ძეგლი და შევაფასეთ მდგომარეობა. როგორ მდგომარეობაში იყო იზოლები, მით უმეტეს იქ იყო ეს მგელი, რომელიც დედამიწაზე ერთადერთი არის სრულიად შენახული და მადლობა ღმერთს მგელი კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდა. დიდი ხანი არ დაგვიყოვნებია, ისევ დავმარხეთ. არა მარტო ადამიანის ნაშთები, არამედ მგელის ნაშთიც, ანუ ეს. იქ არის დედამიწაზე ერთადერთი და უკვე ამოვიღეთ ახლა ეროვნულ მუზეუმშია გადატანილი მოკლედ. ამ მგელზე მოგახსენეთ, რომ ადამიანის გარდა კიდე სხვა მნიშვნელოვანი აღმოჩენები გვაქვს, ჩვენ გვაქვს ერთადერთი ეტრუსკული მგელი, კანის ეტრუსკუსი, სრულიად ანატომიური შესახება შემონახული და პლუს მისი უკანასკნელი საკვები, ანუ ბოლო კვება რაც მიიღო მან, მისი მტვერი, ესე იგი მცენარეული მტვერი არის შენახული აი მის მუცლის არეში. ჩვენ შევისწავლეთ ეს, ჩვენ გვაქვს უკვე შედეგები და ამ წუთას მზადდება დიდი პუბლიკაცია საერთაშორისო რეფერირება ჟურნალში. კიდე სხვა სიახლეებიც გვაქვს. მოდით ამ ეტაპზე კონცერტებს დროებით შევეშვათ, მნიშვნელოვანია, მაგრამ 1,800,000 წლით თარიღდება ეს უკვე დადასტურებულია ანუ ლაბორატორიულ დონეზე და აღიარებული საერთაშორისო დონეზე საუბარი არის Homo sapiens Homo erectus გამართულ ადამიანზე რომელმაც პირველმა გადმოკვეთა აფრიკა ანუ გამოვიდა აფრიკიდან და ევრაზიის კონტინენტზე და პირველი როგორც ჩანს დასახლება რაც ფიქსირდება რაც ნაპოლეონი რა თქმა უნდა მათ ამოიარეს ხო სინასკზით წამოვიდნენ ეს არის ერთადერთი ადგილი სადაც აფრიკა უკავშირდება ევრაზიის კონტინენტს მერე ჩრდილოეთით წამოვიდნენ გაიარეს დღევანდელი ისრაელის ტერიტორია ნუ პალესტინის ასე იორდანიის სავალუტო ანატოლია და როგორც ჩანს ჯავახეთის ქედიდან შემოვიდნენ ეს ჯავახეთის ქედიდან ბევრი კარგი რაღაცა შემოდის ამ ჩვენ ქვეყანაში და როგორც ჩანს აი ეს პირველი ადამიანები სავარაუდოდ ეს არის ჩემი სუბიექტური მოსაზრება იმიტომ რომ და შემდეგ დაიწყო მათი მიგრაცია უკვე ევროპის მე ჯერ დასახლდნენ როგორც ჩანს ძალიან კარგად დასახლდნენ მოეწონათ ეს ჩვენი ტერიტორია და უყურეთ გვაქვს ოროზმანი გვაქვს დმანისი ძალიან ცნობილი არქეოლოგიური ძეგლი პირველი ევრაზიაში ამავე ასაკის არის ოროზმანი ორივე დაახლოებით იგივე ანუ 1,800,000 წელში ვართ მოძრაობთ უკვე ორი დიდი დასახლება და რა ხდება ეს აი უკვე ბოლო გამოცემები უკვე ხა რაც წერენ საერთო
სამეცნიერო ჟურნალები, რომ ეს უკვე მეორე აღმოჩენაო, არა უბრალოდ მეორე წერტილი არისო საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი ადამიანების, არამედ საქართველოს ხდის უკვე ძალიან მნიშვნელოვან წერტილად მსოფლიო სამეცნიერო სამყაროსთვის, რათა შესწავლილი იქნეს პირველი პოპულაციები ევრაზიისა. ანუ ძალიან მოიმატა ჩვენი ქვეყნის წონამ ამ სამეცნიერო ასპარეზზე. ძალიან დიდი ფოკუსირება უნდა მოხდეს ამის შემდეგ უკვე ჩვენს ქვეყანაზე, აი ადამიანთა ესე იგი წარმოშობის შესწავლის კვლევების შემთხვევაში. გიორგი, ეს არის უზარმაზარი შრომა, მაშინაც მახსოვს და ახლაც ხედავთ ყველანი, როგორ შემართებით ენთუზიაზმით და ინტერესით უდგებით და სიყვარულით ამ საქმეს, მაგრამ ინდივიდუალურ, პერსონალურ ან თუნდაც ჯგუფურ დონეზე ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვის ასეთი მნიშვნელოვანი ოპერაციები არ უნდა ხორციელდებოდეს. ყველას გვაინტერესებს რა გამოხმაურება მოყვა ამას, არა მარტო საერთაშორისო დონეზე, ადგილზეც, იმიტომ რომ ეს აღმოჩენები უნდა უბიძგებდეს სახელმწიფოს, რომ კიდევ უფრო მეტად გაააქტიუროს ამ მიმართულებით მუშაობა, ამ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო დონეზე პოზიციონირებისათვის, რეკლამირებისათვის, ცნობადობის ამაღლებისთვის, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის პერსპექტივით, ბიზნესისთვისაც საინტერესო, ტურიზმისთვის უნდა გახდეს, ინფრასტრუქტურისთვის. აი როგორ უყურებთ ამ მოვლენას, როგორც ისტორიულ მნიშვნელობით, ასევე თანამედროვე მნიშვნელობით. ზუსტად გეთახმებით, მეც ასე უყურებთ, ეს არ არის ხო არა მარტო სამეცნიერო გამარჯვება, ეს სწორედ წინაპირობაა იმისა, რომ გაიზარდოს, როგორც თქვენ თქვით, ტურიზმიც და ყურადღებაც, აი თვითონ პირველ რიგში ჩვენი სფეროს მიმართ. საქართველო არის უმდიდრესი არქეოლოგიურად, ესე იგი ყველა პერიოდი არის წარმოდგენილი ბრწყინვალედ და მეორე მხრივ ჩვენს ქვეყანაში მოიკოჭლებს დაფინანსება არქეოლოგიური კვლევების მიუხედავად იმისა, რომ წელს ბევრი ექსპედიცია ფინანსდება წინა წლებთან შედარებით. ჩვენ შემთხვევაში მე პირადად ვიტყვი, რომ მე არ მithოვია დაფინანსება წელს სახელმწიფოსთვის არ მომithოვია. მე თვითონ სუბიექტური ესეთი შეხედულება მაქვს, რაც ვნახე ევროპაში როგორც ხდება და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ძალიან დიდ წილად კერძო სექტორი არის დამფინანსებელი აი ამ სამეცნიერო კვლევების, ასევე კულტურის სფეროსი და ასე შემდეგ რა. ეს ამ სფეროს მეტად დამოუკიდებელ საწყდის ეს ერთი და მეორე მხრივ ჩართულობა, ესე იგი ბიზნესის განათლების დაფინანსებაში, მეცნიერების დაფინანსებაში აჩვენებს იმას, რომ ბიზნესი არის მაღალი პასუხისმგებლობის და ეს მეტად ეხმარება. იცით, აი მაგალითს მოგიყვანთ, არის აი ესეთი მექა არქეოლოგიის ესპანეთში ატაპუერკა, სადაც ძალიან ბევრი არქეოლოგიური საიტი არის ძალიან ბევრი პერიოდის და 10% არის სახელმწიფოს დაფინანსება, 90% მოდის კერძო სექტორზე. სწორედ ამიტომ არის აი ეს უდიდეს სკოლად ქცეული იქ არის არჩეულებული ლაბორატორია, მუზეუმი და ასე შემდეგ. მე სწორედ ეს მინდა ჩემს ქვეყანაში, ხა მე ჩვენ ექსპედიციას ფოკუსნიკების ექსპედიციას ვეძახი, იმიტომ რომ ჩვენთ ექსპედიცია, რომელსაც კემპი ბაზა არ გვაქვს, აი ბაზა, ქალბატონ მარინა გაზდელიანთან ცხოვრობ, დმანისის მაცხოვრებელი სვან ეკომიგრანტთან, დიდი მადლობა მარინა. და მოგეთ სახელდახელო ბაზა გაქვთ იქ მოწყობილი. სახლი ხო, იქ მოგცა თავისი სახლი, გვაცხოვრებდა გვიული და მეზობლები გვეხმარებოდნენ. ცალკე ოროზმანის აზერბაიჯანული თემი იქ ძალიან კარგი მოსახლეობა არის ოროზმანში. ისინი თავისებურად გვეხმარებოდნენ. აქ ვიღაცა ქვემოქართლელები თვითონ ადგილობრივები და აი ესე რა, მოგეთ რა მთელი ქვემოქართლი საქმეში გაქვთ მოწყობილი. საქმეში გვაქვს მოწყობილი პატარა ლაბორატორია, სადაც ეს ძვლები ინახებოდა. ნუ მუზეუმში გადავიტანეთ, როგორც კი ვიპოვე და დანარჩენი აი, მაგრამ ეს არ არის კარგი. ეს არ არის კარგი და მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს არქეოლოგიური ბაზა. მით უმეტეს ესეთი ექსპედიციებისთვის, აი ხა იცით, ეხა წელიწადი დამთავრდება და შეიძლება ეს იყოს მთელი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რაც წელს გაკეთებულა არქეოლოგიის სფეროში. არ არის გამორიცხული, ხო? და ამ დროს ეხა რომ ვნახოთ პირობები მეცნიერებისა, არ არის თლათ ესეც საამაყო.
აპირებ თუ არა გაფართოებას სივრცის ტერიტორიის, იმიტომ რომ თუ აქ საუბარი არის უკვე ამ პოპულაციის მდგრადად დასახლებაზე, ეგ ნიშნავს, რომ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და სხვა საინტერესო ნივთებით, სხვა ნაშთებიც იქნება აღმოჩენილი. რა თქმა უნდა. აი ხა მოგახსენებთ, ესეც კი იცით რა არის, აი რეკორდების წიგნში ალბათ შევა ეს ზეგლი, იცით რატო აი ხა ამ სტუდიის დაახლოებით მეოთხედი არის, რასაც ჩვენ ვთხრით. წარმოიდგინეთ 15-20 კვადრატული მეტრი, რაც შევძელით რომ გადაგვეხურა ჩვენი ძალებით და დახმარებით მეგობრების. და აქ ამოვიდა ეს ყველაფერი. ის კი არა მე თქვენთვის არ მithქვია და ამ სტუდიაში მინდა ვთქვა. ჩვენ ვიპოვეთ პალეო ზედაპირი, ანუ ის ზედაპირი, რაზეც ეს ადამიანები დადიოდნენ. ზუსტად ბოლო დღეებში მივაკულიათ. ანუ ესეთი არის აფრიკაში ნაპოვნი, სადაც ნაფეხურები არის ადამიანის, კობიფორა არის ესე ცნობილია და ფუტპრინტებს, ანუ ფეხის ანაბეჭდებს ეძახიან. აი სწორედ ესეთ ზედაპირს მივაგენით ჩვენ ცოროზმაში, უბრალოდ ეხლა ჩვენ აღარ გვეყო დრო ფინანსებიც რომ გაგვეგრძელებინა, თუმცა ჩვენ გვაქვს კიდე ნებართვა, ხანგრძლივი დროით გვაქვს ნებართვა მიღებული და ერთი თვე შეგვეძლო მუშაობა, სამწუხაროდ ვერ შევძელით. თუმცა ნუ ამას მომავალ წელს ვიზავ, თუმცა ძალიან კაი იქნებოდა რომ ეს წელს გაგვეკეთებინა და უყურეთ რა საოცრება იქნება. გვაქვს ადამიანის ნაშთი და პლუს შეიძლება ვიპოვოთ ადამიანის ნაფეხურები. აი მზის სხივი შეიძლება ნახოს 1.8 წლის წინ აი ჩვენი პირველი ადამის და ევას სიტყვაზე აი უხეშად ვთქვათ ფეხის ნაკვალევები და ამის პოტენციალი აქვს ოროზმას. და მართალია პატარა ტერიტორიას თქვი და ჩვენ ამიტომაც გვიან დაფინანსება რომ გადახურვა კიდე გავზარდოთ, იმიტომ რომ ნუ მზე არის, ვერ მუშაობ გადახურვის გარეშე და ინფრასტრუქტურა რომ გავადიდოთ, ჩვენ შეეძლოთ რომ მეტი არქეოლოგი გავზარდოთ იქ, მოგახსენებთ რომ ძალიან კარგი საქმე გაკეთდა წელს 40 ქართველი ბავშვი, 40-მდე ქართველი სტუდენტი მუშაობდა იქ გარდა ამ უცხოელი სტუდენტებისა და პროფესორ მასწავლებლებისა და მათ მიიღეს ძალიან მაღალი განათლება და მოხდნენ თანამონაწილეები ამ უზარმაზარი აღმოჩენით. და იცით იმუშავეს უმაღლესი კატეგორიის ზეგზე ანუ ამაზე ნატრულობენ ახლა თაობები რომ ასეთ იმაზე იმუშავენ. ამისთვის ჩამოდიან დედამიწის სხვა კუთხეებიდან, ავსტრალიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. ახლა გვეწურებათ რომ არა, პირობას გაძლევთ რომ თქვენი სიახლეების შესახებ კიდევ არაერთხელ არა მარტო ამ სტუდიიდან მოუთხროთ მაყურებელს. მადლობა თქვენ გილოცავთ თქვენი მოწვევით. კიდევ ერთხელ მთელს თქვენს ექსპედიციას მაყურებელს ვეწურებ ოროზმანის სამეცნიერო ექსპედიციის, არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი ბრძანდებით ულოცავ მთელ საქართველოს, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა, ამას მთელი მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალს და ვისურვოთ რომ ასეთი აღმოჩენები არ მოგუკლებოდეს და ეს მათ შორის იმაზეც არის დამოკიდებული, რამდენად ბევრი ხელშემწყობი გეყოლება თქვენ და თქვენს კოლეგებს საქართველოს თქვენი საქმიანობის წარმოებაში.